მოგესალმებით. ვაგრძელებთ რონდელის ფონდში ძირითად საერთაშორისო ამბების მიმოხილვას და რა თქმა უნდა ჩვენი ყურადღების ცენტრში არის ის პრობლემები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გადაუჭრელია, ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია და ჩვენ ხედავთ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის მხრიდან აქ დამატებით ახალ აქტივობებს დაინიშნა და ხორციელდება უკვე რეისები სოხუმის მიმართულებით, ხედავთ რომ de facto აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ლიდერები იმყოფებიან 9 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებულ 9 მაისის გამარჯვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე პუტინის მხარდამხარ და საერთოდ რუსეთის პოლიტიკა ბოლო პერიოდში პუტინის პოლიტიკა ბოლო პერიოდში კონკრეტული აქტივობებით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. როგორ მოვიდა აქამდე, როგორ ტრანსფორმირდებოდა, როგორ იცვლებოდა, საიდან დაიწყო და როგორ ტრანსფორმირდებოდა შემდეგ რუსეთის პოლიტიკა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ეს იქნება ჩვენი დღევანდელი საუბრის მთავარი თემა, ვფიქრობ რომ აქტუალურია, მნიშვნელოვანია და ყველამ ბევრი უნდა ისაუბროს ამაზე. ამ თემაზე სასაუბროდ დღეს მოწვეული ყავს ჩვენი ფონდის უფროსი მკვლევარი მამუკა კომახია. მამუკა, მოგესალმები. მოგესალმებით. პრინციპში შესავალ ნაწილში კი განსაზღვრე ძირითადი თემა და კითხვები, მაგრამ მაინც მინდა რომ ვიდრე დღევანდელ აქტუალურ განვითარებებამდე მივალ და მათ განხილვამდე მივალ, მინდა რომ ჩვენი მაყურებლისთვის, მსმენელისთვის კიდევ ერთხელ ცხადი იყოს როგორ მოვიდა ცხადია ამას ძალიან ბევრი დრო დაჭირდება ამის ყველაფრის დეტალებში მოყოლას არის ასეთი მამუკას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ექსპერტის აზრი საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი სადაც წვრილად არის ეტაპებზე საუბარი პუტინის ხელისუფლებაში 25 წლის თავი შესრულდა სხვათა შორის დღეს მისი ინაუგურაციიდან ვიდეოებს უყურებდი ელცინი უდგას გვერდზე როგორ გადაულოცა შესაბამისად აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართ ამ პოლიტიკის განხორციელება ეს არის საინტერესო რომ მოვისმინოთ კიდევ ერთხელ აღვიდგინოთ საინტერესო დეტალები მოვისმინოთ და მე გავაგრძელოთ უკვე გადავიდეთ დღევანდელობასთან დაკავშირებულ საკითხებს პრინციპში დღევანდელობა რაღაც წარსულითაა განპირობებული და პუტინის ხელისუფლების მოსვლის საიბილო თარიღი ხო და სწორედ მისი მმართველობის პერიოდში რაღაცნაირად ეს ტრანსფორმაციას განიცდიდა და რაღაცნაირად ის ხდება შეიძლება ლოგიკური გაგრძელება იმისა რაც 2000-იან წლებში მოხდა ძალიან მოკლედ მინდა შევეხო აი პუტინამდე რა ხდებოდა როდესაც ბორის ელცინი იყო პრეზიდენტი მას შემდეგ რაც 1993 წელს აფხაზეთის ომი დასრულდა რუსეთი მოგვიყვება როგორც მაინც შუამოვარდნით იმისა რომ ქართული მხარე თბილისის მხოლოდ ადანაშაულებდა მას და სწორად დაწვეს სეპარატისტების ხარჯს კონფლიქტში და სამხედროების უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ომში სეპარატისტების გამარჯვება რუსეთმა მაინც ეს მედიატორის როლი და შუამოვარდნის როლი მოიგო. ჩვენაც ალბათ ბევრი გამოსავალი არ ქონდა, იმიტომ რომ კარგი ეხსოვება მაგ პერიოდში შეიძლება ჩართული ვთქვათ ამ პროცესებში როგორც დამკვირვებელი მე როგორც რაღაცნაირად დიპლომატი საქართველოს ამ ომში იძულებული გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფო თანამეგობრობაში შესულიყო საქართველოში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები რუსეთის რეკომენდაციით დაინიშნენ მათი ზეწოლით მაგრამ საინტერესო ისე რომ ამის მიუხედავად 96 წელს რუსეთი დსთ-ს ეგრეთ წოდებულ სანქციებს შეუერთდა აფხაზეთის წინააღმდეგ და პრაქტიკულად რამდენიმე წლის განმავლობაში აი განსაკუთრებით პუტინის მოსვლამდე აფხაზეთი ამ იზოლაციაში იმყოფებოდა და პერიოდულად რაღაც შეიძლება ხდებოდა ამის დარგვა მაგრამ ზოგადად ვთქვა რა ტიპის სანქციებზე იყო ეს საუბარი რომ გავიხსენოთ სავაჭრო საქმეს ეხებოდა და მაშინ მართლაც უჭირდა დღეს ძალიან ხშირად იხსენებენ ამას აფხაზეთში როდესაც რუსეთი მათზე ზეწოლას გააძლიერებს ამბობენ ჩვენ ამას გავუძელით უკვე არაერთხელ 90-იან წლების შემდეგ მათ სერგეი ბაღაფშის
პრეზიდენტობის, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის დროსაც გაუძლეს ამას. ასე რომ ეს პერიოდი მათ ძალიან კარგად ახსოვთ რუსეთის დამოკიდებულება თვითონ ამ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მიმართ 90-იან წლებში. მაგრამ ამ პერიოდში ეს ელცინი მეტნაკლებად ცდილობდა შუამავლის როლი შეეცვლილებოდა, მაგრამ გახსოვთ თქვენ რომ მაშინ მანდამეთ პოლიტიკური ელიტა რუსეთში არ იყო ეს ერთიანი, აი სამხედროები პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი სეპარატისტებს ღიად უჭერდნენ მხარს ისინი მაგრამ ეს ფორმალურად მაინც დაცული იყო მიუხედავად იმისა რომ რუსეთის გარკვეული სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ეს ველოდა ფორმალურად მაინც საქართველოს ტერიტორიული აღიარებული იყო რუსეთის მიერ მაგრამ 2000 წელს როდესაც მაისში 2000 წლის მაისში ოფიციალურად გადაიბარა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე წელიწადში უკვე შეინიშნება რომ რუსეთის პოლიტიკა იცვლება და ამის პირველი ნიშნები გამოჩნდა და ალბათ მაშინაც უნდა ვევარაუდო რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდებოდა რუსეთის პოლიტიკა ამ მიმართულებით და ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობაში ჩვენ ასე ვთქვათ კიდევ უფრო დავშორდებოდით სოხუმსა და ცხინვალს და მოსკოვი უფრო მეტად იქნებოდა ამ დაპირისპირებაში სეპარატისტების მხარეს. პირველი ყველაზე ისეთი მკაფიო ნიშანი ამისა იყო, რომ მან დაიწყო რუსეთის მოქალაქეობის გაცემა ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრება ადამიანების, ეგრეთ წოდებული პასპორტიზაცია და ეს ხა მოდი ესე ვთქვათ, მარტო ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში არ ყოფილა. სხვა ტერიტორიებზე პოსტსაბსიდიო სივრცეში, ანუ ეს მექანიზმი მან საგარეო პოლიტიკური ერთგვარ ინსტრუმენტად აქცია, რომელიც შემდეგ გამოიყენა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომში, უკრაინაში იყენებს რას იყენებს ხო დავიცავ ეთნიკური რუსები, რუსეთის მოქალაქეები და აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის შემდეგ ძალიან ფრთხილობენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ყაზახეთში, ბელარუსშიც, იმ ფონზეც კი როცა ბელარუსი და უკრაინა, ყაზახეთი მეგობარ ქვეყნებად ითვლებიან და პარტნიორებად, ჩვენ თუ წავიკითხოთ სხვა სტატიებს, ხო, ისინი ამ თემებზე ნერვიულობენ მაინც, იმიტომ რომ შესაძლებელია ერთ დღეს რაღაც შეიცვალა გარემოება და ეს საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი გამოყენებული იქნას სხვა ქვეყნების მიმართაც. ეს მხოლოდ საქართველოს მხოლოდ დასაწყისი იყო და უკრაინა ამის გაგრძელება. ეს ხო მოქალაქეობა ერთი ინდიკატორი იყო იმისა, რომ რაღაცა იცვლება პუტინის პოლიტიკაში, ამას მოყვა შემდეგ სარკინიგზო მარშრუტის აღდგენა, ნუ არ იყო ეს ძალიან მასშტაბური, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაიწყეს ამის გაკეთება. დაიწყეს რუსი ჩინოვნიკების დანიშვნა ამ რეგიონებში, ასევე ამას მოყვა 2005 წელს თუ არ ვცდები ტერორისტული აქტი გორში, რაც ნოვაცია იყო ერთგვარი ამ მხრივ, იმიტომ რომ ეს ნუ დადასტურებული ფაქტია, რომ რუსული სპეცსამსახურების ჩართულობით მოხდა ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ამან ჩვენ მიგვიყვანა 2008 წლამდე. ამ კონტექსტში ერთი ჩაკითხვა მინდა გავაკეთო. პუტინის ცნობილი განცხადება იმის თაობაზე, რომ კოსოვოს აღიარების საპასუხოდ ისინი სარკისებრად იმოქმედებენ, ჩვენ არ დავიწყებთ მაიმუნობას, ამბობს ვლადიმერ პუტინი და გვაქვს საშინაო სამზადისი თუ როგორ შეიძლება ითარგმნოს დამაშნიე ზაგატოვკი აფხაზეთთან მიმართებით იმოქმედა თუ არა, ამან დააჩქარა თუ არა უფრო სწორედ აფხაზეთის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა პუტინის მხრიდან. ალბათ კოსოვოს აღიარება რო არ ყოფილიყო, შეიძლება რამდენიმე წლით ეს გახანგრძლივებულიყო, მაგრამ ეხლა ლოგიკას რო დავაკვირდეთ ეხლა მოვლენების, ხო? ეს რუსეთის ჩარევა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შიდა საქმეებში ის აღარ იყო ნეიტრალური მხარე ამაში. თან ეხლა შიდა პოლიტიკური კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ, ხო, რუსეთის პუტინი ელა ძლიერდება, ხო? ჯერ მედია და პოლიტიკური სპექტრი დაიმორჩილა, ოლიგარქები მთლიანად დაუმორჩილა, აიძულა ქვეყანა წასულიყო ან მთლიანად მას დაქვემდებარებოდა. ხო და უფრო ღიად ლაპარაკობს ის ანტიდასავლური რიტორიკით, ხო? მუხენის ცნობილი მიუნხენში ცნობილი გამოშლა, რაც ერთგვარი ის იყო, რომ ალბათ მიუნხენამდე მას დრო დაჭირდა, რომ მოძლიერებული იყო. ნამდვილად. და მიუნხენს მოყვა მე შემდეგ კოსოვოს აღიარება და მე ვფიქრობ ალბათ ეს ახლა რთული ამაზე დღეს ამ გამოსახედან საუბარი, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთი შეიძლება აქეთკენ მიდიოდა აღიარებისკენ, ან საქართველოსთან ომისკენ, მაგრამ ამ კოსოვოს აღიარება ეს ყველაფერი დააჩქარა და ჩვენ პუტინის განცხადებებს ვიცით, რომელიც მას არ დაუმალავს, ხო, მას აქვს ნათქვამი, რომ 2006 წელში თუ 2007 წლის ბოლოსო რაღაც ეს ორი თარიღი დაასახელა, ზუსტად ესე არ თქვა, მაგრამ ჩვენ ქონდა უკაცო გამზადებული
განხორციელებული ეს ყველაფერიო საქართველოს ომთან მიმართებაში და ეს ყველაფერი მომზადდა და ეხლა ომი როცა დაიწყო იქ ომი როცა დასრულდა უпроსტად მახსოვს მედვედევის განცხადება რომ საგარეო პოლიტიკური პრინციპები გამოქვეყნდა ეს მაშინ ჯერ კიდევ არაფორმალ სადაც ერთი წერია ეთნიკურად რუსები და რუსეთის მოქალაქეების დაცვა ეს მოსკოვის ვალდებულებაა და ეს ამას გააკეთებს ნებისმიერ შემთხვევაში და შემდეგ კონცეფციაში ეს უკვე ოფიციალურად აისახა. ასე რომ ამისთვის ამზადისი იყო და კოსოვომ ეს ყველაფერი და თქვა დააჩქარდა. 2008 წელი უკვე გარდამტეხი წელია ამ კუთხით, იმიტომ რომ იმას რასაც რუსეთი მანამდე აკეთებდა, ნელ არღვევდა ამას ყველაფერს 2008 წელს უკვე ეს ოფიციალურად გააკეთა. ამ მხრივ ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გავიხსენო კიდევ. 2006 წელს დაიწყო ჯერ კიდევ მან გასცადენი მშენებლობა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ხო? ცხინვალის რეგიონში ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ამის მიუხედავად გაზპრომი თავის შვილობილი კომპანიების საშუალებით იწყებს ამ მშენებლობას. და ეს მილსადენი 2009-ში ამუშავდა, მაგრამ ფაქტს ახეზე ახლა თუ სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებ, გავსწრებ სეპარატისტულ რეგიონებში, რომელსაც შენაც საქართველოს ნაწილად მიიჩნევ იმ პერიოდისთვის, მსგავს დიდ პროექტს არ დაიწყებ, ხო, მაგრამ მან ეს გააკეთა. 2008 წლის შემდეგ, ვითარება გამარტივდა მოსკოვისათვის, მას მოდი ვთქვათ, სამართლებრივად ხელი გაეხსნა, კოსოვოს შემდეგ კიდევ უფრო გათამამდა ეს და მას ბოდიშების ხდა არ უწევდა, ის ამბობდა, რომ აი კოსოვოში გააკეთეთ ეს, მე თქვენ გიპასუხეთ აქა და ეს სამართლიანი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან და ამის შემდეგ გაიხსნა საელჩოები, უფრო მეტად ჩაერთო რუსეთი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის შიდა ცხოვრებაში, მათი ბიუჯეტი, ეკონომიკური ურთიერთობა, განსაკუთრებით აფხაზეთის შემთხვევაში, ხო, თორე მოდი ესე ვთქვათ, ახლა ცხინვალის რეგიონში პრაქტიკულად ეკონომიკა არ არსებობს. ის მთლიანად არის რუსულ დოტაციაზე, შუა კავკასიაშია ბევრი დოტაციური რესპუბლიკა. ხო, ესე ვთქვათ, რომ კიდევ ერთი რესპუბლიკა დაემატა რუსული ბიუჯეტისთვის ეგრეა ახლა ცხინვალის რეგიონი, სადაც დღევანდელი მონაცემებით, არაოფიციალური მონაცემებით, სადაც 35,000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ხო? ბიუჯეტზე დამოკიდებული, ფაქტობრივად იქ საწარმოები 1-2-ია და ბიუჯეტში 80%-ზე მეტი ფინანსდება რუსეთისგან. დანარჩენი ეკონომიკური აქტივობა შემოსავლების რუსეთზეა. ეს სხვაობაც მინდა რომ ავხსნათ, აფხაზების დამოკიდებულება და ოსების დამოკიდებულება რუსების პოლიტიკაზე შენ მინდა რომ ისაუბრო, მაგრამ ოსები ყოველთვის პოზიციონირებდნენ რამდენიმე რეფერენდუმი გამოაწყვეს რუსეთთან მიერთების, სულ რაღაცა ჩვენ ბანერებს აკრავდნენ და რაღაცა ჩვენ რუსეთთან ერთად და ასე შემდეგ. აფხაზებს ყოველთვის სხვა დამოკიდებულება ქონდათ. შეიცვალა თუ არა ამ ხრივ რამე 2022-ში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინაში რუსეთის მიერ? ასე არის თუ არა ზუსტად? ჩემი დაკვირვებით რაღაცები შეიცვალა 2022 წლის შემდეგ რაღაც რუსეთი უფრო ხისტი გახდა გარკვეულ საკითხებთან მიმართებით და ეს განსაკუთრებით აფხაზეთს ეხება. ცხინვალის რეგიონი ფიქრობ ცოტა განსხვავებული თემაა, ეს როგორც ახსენებ უკვე ბევრი რეფერენდუმი ჩადერა, ცხინვალის რეგიონი იქეთ ვითხოვს, რომ შეგიერთდებთ, სადვარ, ჩვენ გვინდა დაუბრუნდეთ დედა რუსეთს და ჩვენს არ შეიძლება ჩრდილოეთ ოსეთის ცალკე იყვნენ, სამხრეთ ოსეთის ცალკე. ამას ისინი ხას უსვენ, მაგრამ ეს სხვადასხვა რუსეთ-საქართველოს კონტექსტში უფრო უნდა განვიხილოთ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმი, იმიტომ რომ მაშინ და ბოლო რეფერენდუმის ჩატარების ცდელობა იყო ჯერ კიდევ ბოლო არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცხინვალის რეგიონში, როდესაც ანატოლი ბიბილოვი ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი შეეცადა ამ ფაქტორის გამოყენებას იმისთვის, რომ რუსეთის სიმპათიები დაემსახურებენ და ადგილობრივი არჩევნები მოეგო. მას ამ არჩევნებმა არ უშველა და სხვადასხვა ახალი პრეზიდენტი ალან გოგოლოვი როცა მოვიდა დე-ფაქტო პრეზიდენტი, მან ისეთ უცნაური ფორმულებით ფაქტობრივად შეაჩერა ამ რეფერენდუმის ჩატარება და ანუ არ ჩაუტარებია, მაგრამ არც არ უთქვია რომ არ ჩავატარებ და სამართლებრივი რაღაცა კაუსი გამოიყენა, მაგრამ რატომ მოხდა და რატო ეს თემა ბოლოს გაჩერებული, ხო, საინტერესო კითხვა. ხა მე მომისმენა მაგალითად კოსაჩევის, რომელიც გავლენიანი ისა ფედერაციის საბჭოში ის არის ვიცე-სპიკერი და საქართველოს თემა მისთვის ძალიან ახლობელი და შინაურულია. მაინც ის საქართველოს თემა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. მას აქვს ნათქვამი, რომ არა, ეს არ არის ამის გაკეთება საჭირო, როგორც სახელმწიფოს უნდა გავითარდეთ, მაგრამ კოსაჩევის გარდა სხვა პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ახლა ამის დრო არ არის. პესკოვსაც გაუკეთებია მსგავსი განცხადება. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოიყენება რაღაც საქართველოს ზეწ
კონტროლისთვის, რომ არის ისინი რეფერენდუმის არ ჩაატარებენ, თქვენ თუ რაღაცა სათანადო საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები გექნებათ რუსეთის მიმართ, ხო? და საბოლოო ჯამში ეს ვფიქრობ რაღაც ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება. თუმცა იქ რუსული კონტექსტებიც არის, ეხლა რაღაცა კითხვის ნიშნები არის, როგორ შეიძლება შეუერთდეს ცხინვალის რეგიონი რუსეთს. ეს მოხდება როგორც ორ სახელმწიფოს შორის რუსეთსა და ცხინვალის რეგიონის გაერთიანება, თუ ცხინვალის რეგიონი როგორც ერთ-ერთი რესპუბლიკა, როგორც ჩრდილოეთ ესეთი ეს შეიძლება, ხო? ბევრი სამართლებრივი საკითხია, რასაც რუსეთს აფიქრებინებს იმას, რომ ეხლა შეიძლება ამის გაკეთება არ კიდეს. და მეორე ფიქრობ, ეხლა ამის აუცილებლად არ ვიცი რატო უდგას, ხო? ეხლა ცხინვალის რეგიონი ისეც მისი გავლენის ქვეშა, სამხედრო ბაზა იქ არის განთავსებული. და ტოტალურად მისი კონტროლის ქვეშა, ხო? ახლა არ ვიცი, შეიძლება ოდესღაც ეს ანექსის თემა, იმიტომ რომ რუსეთის რაღაცა მიწისფლობას, იმპერიისათვის და იმპერიის სიცოცხლის უნარიანობისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიეთქვეს. ერთ დღეს შეიძლება რა ვიცი, ეს გადაწყვიტოს, მაგრამ დღეს ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის საკითხი მოდიავს თვითონ გაჩერებულია. ამას მოსკოვიდან არა, ამ საკითხს არ აქვს ნებართვა, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეს ეს და ამან მეტი პროგრესი გაენჩინოს. რაც შეეხება აფხაზეთს რადიკალურად განსხვავებულია, სწორედ მაგ კონტექსტში ვფიქრობ, მე რომ რუსეთის პოლიტიკის ტრანსფორმაცია სწორედ 2022 წელს მოხდა. ნუ ჩემისაც პუტინის მმართველობის დროს უკვე მესამე ხდება რაღაცნაირად ოკუპირებული რეგიონების მიმართ ტრანსფორმაცია. ეს საკამათო თემაა, მაგრამ ჯობია ამაზე ვიკამათოთ და ვისაუბროთ, იმიტომ რომ საინტერესო დასკვნების გაკეთება შეიძლება. ანუ საითკენ იცვლება. ჩემი დაკვირვებით საიდან შეიცვალა. ეხლა ეს რუსეთი უფრო ხისტი გახდა აფხაზების მიმართ. ცხინვალის რეგიონის კუთხით აქ დიდი არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ იქ რაღაცა ტოტალური კონტროლი იყო მაინც ყველაფერზე, მოსახლეობაც არაფრის წინააღმდეგი არ არის. მოსახლეობას განსაკუთრებული წინააღმდეგობები არ გაუწევია არასდროს. განსხვავებით აფხაზებისგან. აფხაზები ამხრივ გამორჩეული არიან და ეხლა კითხვა როგორ ბედავენ ისინი, ხო? თავად აფხაზების თქმით, სულ 100,000-მდე აფხაზია აფხაზეთში. ნუ ოფიციალურად აფხაზები ამბობენ, სადაც 126,000-იო, მაგრამ მათ ინტერვიუები რაც მოხდა მათ შორის სერგეი შამბას აკნა თქვა რომ დაახლოებით 100,000 ვართ. ხო ალბათ წარმოუდგენელი ვიღაცა როგორ ბედავს ახლა 100,000 კაცი ამხელა სახელმწიფოს გაუწიოთ წინააღმდეგ, მაგრამ ისინი ამას ძალიან ბევრ საკითხზე გაუწიოთ წინააღმდეგ რუსეთს. ახლა ბოლო წლებს ვიტყვი მხოლოდ და არა ძველი წლების ამბავს. თუმცა სხვადასხვა ბოლო წლის ამბებს საინტერესოა. სერგეი ბაღაფში იყო ესეთი დე-ფაქტო პრეზიდენტი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო აფხაზეთში. ეს იმ პირობებში, როდესაც პუტინი პირადად ხარს უჭერდა სერგეი ბაღაფშის კონკურენტს. და მან არჩევნები წააგო. და მსგავსი რაღაცა ბევრჯერა ეს მომხდარი აფხაზეთში, როდესაც კრემლის არჩევანმა ვერ გაამართლა და სხვა მხარე მოიგო. ეს რაღაც აფხაზეთში და ასე ვთქვათ კულტურის რაღაც პოლიტიკური კულტურის ნაწილი შეიძლება იყოს, ცალკე საუბრის და შესწავლის თემა შეიძლება იყოს. მაგრამ ეს საკითხები რომელმაც წინააღმდეგ გამოიწვია აფხაზეთში. ხომ მოდი ვთქვათ პირველი, ეს არის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც რუსები პირდაპირ ითხოვდნენ თან სხვათა შორის აფხაზებს ამას ვალდებულება ქონათ აღებული, რომ ესეთი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა და იქ ერთ-ერთი პუნქტი არის, რომ მათ უნდა მიიღონ მსგავსი კანონი. ამ კანონის მიზანი რა? დასავლური დაფინანსების შემცირება და ზოგადად დასავლური ორგანიზაციის აქტიურობის შეზღუდვა. დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ამ აფხაზებმა, არა მარტო სამოქალაქო სექტორა, არამედ ჩემი ვარაუდით დაკვირვებით თვითონ დე-ფაქტო ხელისუფლებაში ძალიან ბევრი წინააღმდეგი იყო. ეს იმიტომ რომ ეს მოდი ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ფინანსების შეზღუდვას გამოიწვევდა. ხო, აქ 10 მილიონი დოლარი შედის ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში. რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმებულა, იქ არის პოლიტიკური პროექტები, მაგალითად დიალოგის პროექტები, ფინანსდება, იქ ფინანსდება ასევე სოციალურ-ეკონომიკური სახის პროექტები, ხო? ბავშვთა სახლები, რაღაცა ეკონომიკური აქტივობები, სადღაც ტექნიკით ეხმარებიან, კომპიუტერული კლასები, ანუ მსგავს არაპოლიტიკური შინაარსის პროექტებიც ფინანსდება. ასე რომ დიდი დარტყმა იქნებოდა, მაგრამ ნუ დღეს ახლა ვითარება ცოტა გართულებული, ეს კანონი ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ თავად საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება იქ პრობლემურია მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამო. შემდეგ მსხვილი თემა იყოს აპარტამენტების თემა იყო, როდესაც აფხაზებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს აქ და აი თითქმის მაშინ მოხდა პირველი პოლიტიკური დიდი კრიზისი, როდესაც ამას მაშინდელი დე-ფაქტო პრეზიდენტ ლამი შეეწირა, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა აპარტამენტების კანონის მიღება ზუარი ერთმის არის ეს კანონი, ხო? მარტივად რო ვთქვათ გასაგებ ენაზე, ძირითადად რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების შეძენის უფლების მიცემას, ხო? ამის წინააღმდეგ წავიდა მოსახლეობა უარი თქვის, მაგრამ ძალიან მალე მოხდა ესე, რომ მოითხოვეს უკვე საინსტიტუტო შეთანხმება, ეს ცნობილი საინსტიტუტო შეთანხმება, რაც რუს ოლიგარქებს, მოდი ესე პირდაპირ ვთქვათ, ნუ კანონში სხვანაირად აფორმულებენ, მაგრამ ამის ქვეტექსტი სწორედ ეს არის. 2-3 რუსი ოლიგარქი
აპირებდა ძალიან დიდი ბიზნესის წარმოებას აფხაზეთის ტერიტორიაზე, ტერიტორიების შეძენას, სასტუმრო ბიზნესების განვითარებას და ეკონომიკური აქტივობის წარმოებას, რასაც წინააღმდება გაუწიეს თავად ზოგიერთმა აფხაზმა ოპოზიციონერმა და ბიზნესმენმა, რათა ისინი ფიქრობდნენ, რომ რუსი ოლიგარქები ძალიან დიდ შეღავათებს მიიღებდნენ და აფხაზური ბიზნესი ფაქტიურად მოკვდებოდა და აფხაზები სერვისის სფეროშიც კი აღარ იქნებოდნენ საჭირო. ფაქტს ახზე ამ თემამ იმუშავა და საბოლოო ჯამში პოლიტიკური კრიზისმა გამოიწვია ის, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტი არსლან ბჟანია 4-5 თვით ადრე გადადგა, სანამ ახალი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებოდა. ასე რომ ცხინვალისგან განსხვავებით სოხუმში გამოსავი ვითარება და ჩვენ ხედავთ ამას რეალურად მათ შეძლია ამ წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ ამან ჩვენ მიგვიყვანა ახალ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც პირველი და მართლა გამორჩეულია იმ კუთხით, რომ რუსეთი ძალიან ღიად შეერთო ამ პროცესში. და ეს ხდება იმ კონტექსტში, რომ იანვარში დაინიშნა ახალი კურატორი ოკუპირებული რეგიონი, ძალიან ცნობილი რუსი პოლიტიკოსი, ეს არის სერგეი კირიენკო, პუტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, რომელსაც მანამდე უკრაინა ჰქონდა ჩაბარებული და აქ შიდა პოლიტიკა ჩაბარებული. ეხლა სხვათაშორის საინტერესო ისე, რომ მას აფხაზეთი და ცხინვალის გარდა ჩააბარა სომხეთი და მოლდოვაც. ანუ სადაც ეს რაღაც კონფლიქტური ვითარებებია და რაღაცა წლებში ერთგვარ მემკვიდრე კი მოიაზრებოდა. ელცინის ერთი მემკვიდრე იყო, პრემიერ-მინისტრი იყო და სწორედ მან წარადგინა პუტინი პირველად FSB-ს ხელმძღვანელად. ეს ცნობილი ვიდეო, მაშინ კირიენკო ძალიან ახალგაზრდა და პატარა იყო, მაგრამ თუ რაღაცნაირად დაუფასდა ეს ყველაფერი, იყო მანამდე როსატომის ხელმძღვანელი იყო დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ შიდა პოლიტიკაში გადმოინაცვლა, მაგრამ დღეს ახლა საკმაოდ გავლენიანი კაცად ითვლება, იმიტომ რომ ასევე საკმაოდ გავლენიანი პირი დიმიტრი კოზაკი შეცვალა, მაგრამ ოკუპირებული რეგიონების კურატორების კუთხით, მაგრამ საინტერესო რა კოზაკი თავის 5 წლიანი კურატორობის პერიოდში ნამყოფი არ არის სოხუმსა და ცხინვალში და კირიენკო ეგრევე ჩამოვიდა, ოღონდ ეგრევე როგორ რო ჩავიდა მე გავიგეთ რომ ის კურატორი გახდა. სხვებმაც არ იცოდნენ ამის შესახებ. ის და წინა საარჩევნო კამპანიას ფაქტიურად კურირებდა და რუსეთმა არნახული ზეწოლის მექანიზმები გამოიყენა იმისთვის, რომ მათ ფავორის ბადრა გუმბას, რომელიც იყო არსლან ბჟანიას დროს ვიცე-პრეზიდენტი, გაიმარჯვა ამ არჩევნებზე, იმიტომ რომ ის არ იყო ახლა ესეთი გავლენის მქონე პოლიტიკოსი. ახლა წარმოიდგინე, ის როგორც კანდიდატი შეხვდა რუსეთში არაერთ მინისტრს, მათ შორის სერგეი ლავროვს. დაფინანსების პრობლემა შეიქმნა აფხაზეთში, ენერგოკრიზისი შეიქმნა, ჩავიდა შეხვდა შესაბამის მინისტრებს და ეგრევე მოგვარდა ეს პრობლემები. ან ფაქტობრივად რუსებმა უთხრეს, რომ ეს უნდა იყოს არჩეული და ზეწოლის კიდევ ერთი უპრეცედენტო მექანიზმი გამოიყენეს, მათ წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოართვეს მოქალაქეობა იმ ორ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ეს პოლიტიკური რისი გამოიწვია. ეს იყო კანკო არჩია და ლევან მიქა, ძალიან საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი და გმირი, აფხაზების გმირი, აფხაზეთის ომის გმირი, რომელიც მონაწილეობდა ქართველების წინააღმდეგ ომში. ხო, ეს პირველი პრეცედენტია აფხაზეთში, თუმცა ცხინვალის რეგიონის გავში რაღაცა აქვს გაკეთებული, ესეც არჩევნების პერიოდში გააკეთეს სხვათა შორის, მაგრამ აფხაზეთში პირველი იყო და არჩევნების შემდეგ რაც ქნეს ერთი სამი ადამიანი უცხოეთის აგენტების რეესში შეიყვანეს, ოღონდ რუსულ რეესში. ანუ აფხაზებმა ეს კანონი კი არ მიიღეს, მაგრამ რუსებმა შეიტანეს. ანუ რუსებმა დაიწყეს ახალი მეთოდების გამოყენება და აი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთვა, უცხოეთის აგენტების რეესში შეყვანა, ეს რაღაც ახალი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია, რომელიც ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება, ძალიან ეფექტურია ეს ყველაფერი როგორც ჩანს. ეხლა საიმსო შეთანხმება ეს არის ახლა პირველი დავალება სავარაუდოდ, რომელიც უნდა მიიღოს შეასრულოს ბადრა გუმბამ, ხო, იმიტომ რომ ამ პირობით არის ის არჩეული, რომ რუსეთის ყველა ეს გააკეთოს. ასე რომ ცვლილებები რაც მოხდა 2022 წლის შემდეგ განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, სწორედ ეს არის, რომ რუსეთი უფრო ხისტი გახდა თავის მოთხოვნებში, განსაკუთრებით აფხაზების მიმართ, რომლებიც ჭირვეულობენ მათი გადმოსახედით. არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი შთანთქმისთვის ემზადება. პრინციპში მოდი ვთქვათ ესე, აფხაზიურ ბიუჯეტს 50%, ну, ცხინვალში უფრო მეტია, მაგრამ აქ 50% არის რუსულ დახმარებაზე. დანარჩენი არის შიდა შემოსავლები, მაგრამ შიდა შემოსავლები საიდან მოდის, ხო, ეს გადასახადო. რუსელთან ეკონომიკური აქტივობა სადაც 75%-ია. საგარეო სავაჭრო ბუნა აფხაზეთისა 75% რუსეთზე მოდის. ტურისტები საიდან ჩადიან? 1.5 მილიონი ტურისტი იძახიან ბოლო წლებში. რუსეთიდან რა თქმა უნდა, ხო? ცალსახად.
ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით, ეხლა წინა წლებში გავსი აქტიურობა არ იყო. ბოლო წლებში ვითარდება სარკინიგზო ხაზი, ბოლო წლებში გაიზარდა აფხაზური რკინიგზის შემოსავლები. ეხლა როგორ შეიძლება გაზრდილიყო აფხაზური რკინიგზის შემოსავლება? ტრანზიტისაც არ აწარმოებს, ხო? საქართველოს გავლით და სომხეთში და სხვა ტერიტორიებზე აზერბაიჯანში, ხო? ბუნებრივად აქ შემოდის რაღაცა ტიპის ტვირთები, რომლებიც შემდეგ საზღვაო პორტების საშუალებით, სოხუმიდან და უჩამჩირიდან მიდის ჩვენთვის გაურკვეველი მიმართულებით, ხო? აქ არის რაღაც რამდენიმე ქვეყანა, სადაც ვარაუდობთ ჩვენო ეს ტვირთები რაღაცა არის. რკინიგზის ხაზი ბოლო პერიოდში გააქტიურდა ოჩამჩირის პორტის ნიშნულობა. ეხლა გულწრფელად ვთქვათ, ბოლო პერიოდში აქტუალურია ოჩამჩირის სამხედრო საზღვაო ბაზირების პუნქტის გახსნა, მაგრამ ეხლა ჩემი დაკვირვებით ასევე სხვა რაღაცა მონაცემ, ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშანი, რომ იქ სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიდიოდეს. მიდის სრულიად, მაგრამ ეს არის სამხედრო ინფრასტრუქტურთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე იქ 1000-მდე სამხედრო კატარღის მიღება შეიძლება, მაგრამ ეს 2009 წლამდე 9 წლის შემდეგ ესეა, როდესაც რუსი მესაზღვრეები, რუსის სასაზღვრო სამსახურის კატერები, სასაზღვრო კატერები არის იქ განთავსებული და ისინი ამას იყენებენ. მაგრამ სამხედრო პორტის კუთხით ბოლო 2-3 წელიწადში იქ რაღაც ცვლილებები არ შეინიშნება, მაგრამ შეინიშნება ეკონომიკური აქტივობა, ეკონომიკური ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რაც ყველაზე ხმაური აშენდა საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც საჩეული 1200 კონტეინერის გადამუშავება. ბუნებრივია აფხაზეთის ეკონომიკას ეს არ ჭირდება ხო მოსახლეობა, ეს გამოიყენება იმისთვის, რომ რუსეთმა სანქციებს გვერდი უაროს, ჩაიტანოს ოჩამჩირეში რაღაცა და შემდეგ ზღვის საშუალებით ის გაიტანოს თავისი ჩtildeოვანი ფლოტის მეშვეობით. ხო, თავისი ჩtildeოვანი ფლოტი და ჩtildeო სანქციების გვერდის რა თქმა უნდა. რა შევა ამ დროს ქართული ოცნება, რა შევა ამ დროს საქართველო ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა სკანდალური ძალიან ძიმე განცხადებები მოვისმინეთ, მე ამის რაღაცა კორექტირება, მე განმარტება, თუმცა ამ ძირითადი ხაზიდან არ გადაუხვევიათ, მაგალითად ბოდიშის და აფხაზების და ოსების მხრიდანაც გამოხმაურება სულ არის ესეთი, რომ კარგია ბოდიშის მოხდისთვის მზაობა რომ აქვთ, არჩევნებიც რომ მორჩა, ცოტა ხნის მერე შეახსენეს, რომ სად არის თქვენი ბოდიში ველოდები. ამ ბოდიშს და ჩვენ მზად ვართ სახელმწიფოებს შორის ურთიერთკეთილ მეზობლური ურთიერთობების ამ ბოდიშის მოხდის შემდეგ და საქართველოსა და აფხაზეთს შორის და საქართველოსა და სამაჩაბლოს შორის ცეცხლის არ განახლების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ. საითკენ მიდის ეს ყველაფერი? ძალიან ბევრი სპეკულაცია, ძალიან ბევრი სახიფათო საუბრები მიდის და მსჯელობები რუსებისგან ვისმენ რაღაც განცხადებებს, ხო? ძალიან ისეც რომელმაც შეიძლება სერიოზული განგაში ზარი გამოიწვიოს. ხომ არ არის რაღაცა მზადება, რაღაცა არა პირდაპირ რა თქმა უნდა ესე, მაგრამ რაღაცა აი ვითომ ერთიანი სახელმწიფო соуსში რაღაცა აღიარებისკენ და რაღაცა ეკეთკენ ხო არ იდგმება ნაბიჯები. ეს ხოჯიში რომ ბოლო შეკითხვაა და ან ესე უნდა მოსკნათ შეძლების დაგვარად რა თქმა უნდა. ხო, საინტერესო თემაა, მაგრამ ალბათ ამას შეგვიძლია ჩვენ მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ, იმიტომ ძალიან ბევრი რაღაც უცნობია. ძალიან მოკლედ რომ შევაფასოთ, ოკუპირებულ რეგიონების მიმართ ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკა იყო სტატუს-კვოს შენარჩუნება, აიღოთ რაღაცა ზედმეტი პრობლემები არ იყოს ამ რეგიონებთან მიმართებაში, საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე და ბორდერიზაცია არ იყოს ან არ გახმაურდეს ისინი ამას ყოველთვის ცდილობდნენ, აი დაკავებები არ ყოფილიყო. ამაზე ეს ხო მათი ამოცანა და ძალიან ხშირად სხვათა შორის ჩვენ ტერმინი გაგვიგე სტრატეგიული მოთმინება. რომ ჩვენ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ვაწარმოებთ და ეს პოლიტიკა, ეს მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ასე ვთქვათ, მათი ერთ-ერთი ნიშანი ერთ-ერთი წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისინი ამას ყოველთვის ხაზს უსვამენ, თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეხლა შედეგი რო გამოიღოს, ალბათ რაღაცა ქმედებები უნდა ჩანდეს, ხო, მანამ. ეხლა ჩემი დაკვირვებით ამ მიმართულებით რაღაცა ძვრები, ცოტა სახიფათო, აი, ეჭვის გამომწვევი გასული წლის აპრილიდან დაიწყო, როდესაც ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, რომ
ამ მართულებით რაღაც გარკვეული ნაბიჯები იქაც გადადგმული, მაგრამ არ ეთქვა კონკრეტული. იყო ესეთი მინიშნება, რომ საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა, შემდეგ კონსტიტუციაში რაღაცნაირ ცვლილებების გაკეთება, რომელიც ჩვენ მოგვამზადეს იმ პერიოდისთვის, როდესაც ოკუპირებული რეგიონების დედასამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა შეიქმნება. და ამით ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამის იქეთ ქართული ოცნების ხელისუფლების ასე ვთქვათ, სამოქმედო გეგმა არ წასულა და განცხადებები. Ну, თუ არ ჩავდით ბოდიშის კამპანია, ну ეს რაც ყველაზე ნათელია და მუდმივად მე ამას ვეძახი სიმართლე გითხრათ, სადღერძოლოს ფორმატში წარმოთქმული განცხადებებს სხვადასხვა ლიდერების მიმართ, რომ აი ჩვენ ვემზადებით, აი ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ჩვენ მშვიდობიანი პოლიტიკა ამას ამოიტანს. ხო, გასულ კვირასაც იყო ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ პერიოდისათვის და ამისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების გაკეთება. ოღონდ მე პირადად არ მსმენია რა საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. ხო, ჩვენ შეიძლება რაღაც ეჭვები გქონდეს, ხო? იყოს მაგალითად ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველშაბათი მე ვფიქრობ ესო, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა ქართულმა ოცნებამ საზოგადოება შეთავაზოს, რომ პროდასალური საგარეო პოლიტიკური კურსი გირჩევნია თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ესე სულ დილემა შექმნას ფაქტიურად, იმიტომ რომ არ ფიქრობ, რომ აქ არჩევანია გასაკეთებელი ამასთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ ეს მე ვფიქრობ მზადება, რომ მოსახლეობა შეთავაზებენ პირველი ალბათ საკუთარ მომუშავეებს და ამით მოხდება ამის გამართლება, რომ აი საგარეო პოლიტიკური კურსი უარი უნდა ითქვას, შეიძლება 78-ე მუხლი იყოს, რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. მაგრამ ეს როგორ წარმოუდგენ, ჩემს ძალიან რთულია, იმიტომ რომ მეორე მხარეც არის, ხო, ამ საკითხში სოხუმსა ცხინვალში რას ფიქრობა, ისინი ამბობენ, რომ ბოდიში კარგია, მშვიდობა ხო ძალიან კარგია, მეორე ფრონტსაც რო ახსნით ეს ხო რაღაცა მშვენიერ და სხვათაშორის ჯერათ ეს მას რომ მართლა ამ ხელისუფლების პირობაში არ გაიხსენა მეორე ფრონტი, ისინი ამბობენ რომ აი მეორე ფრონტის გახსნაში მათ აიძულებს კოლექტიური დასავლეთი უკრაინა და რადიკალური ოპოზიცია, აი ამ ტერმინებს იყენებენ. ამასთან დაკავშირებით, ამაში ისინი დარწმუნებული არიან ქართული ოცნების ხელისუფლება ამას არ აპირებს, მაგრამ ბოდის შემდეგ საჭიროა დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთის ცხინვალის რეგიონში, რასაც ჟენევის მოლაპარაკებებზე მუდმივად ითხოვე და ცეცხლის განახლებასთან დაკავშირებით ასე თუ ვალდებულების აღება. იგივე გაისმის მოსკოვის მხრიდანაც ამასთან დაკავშირებით. არის ხოლმე პერიოდში კონფედერაციის თემაზე, მაგრამ ეს საქართველოში თბილისში ამაზე არავინ არ საუბრობს, მაგრამ სხვათა შორის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ამ თემაზე საუბარი არის. რაიმე კონფედერაციაზე ხო არ არის საუბარი, იმიტომ რომ მათაც ძალიან ეჭვი გაუშვათ, იმიტომ რომ ტელეგრამ არხებს, ცალკეულ ჟურნალისტების განცხადებს რო წაიგდ, ისინი შიშობენ, რომ თბილისის და მოსკოვის დაახლოება იმდენ მჭიდრო ხო არ არის, რომ ამან შეიძლება რაღაც გარკვეული პოლიტიკური ცვლილება გამოიწვიოს მოსკოვის მხრიდან და არ მოხდეს გაწირვა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მიმართ. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელსაც აფხაზეთ ცხინვალში და მათ შორის რუსეთში სახსნელენ პოლიტიკოსები და ცალკეული ექსპერტები, საქართველოსა და გაერთიანება აფხაზეთის ცხინვალის რეგიონში ოღონდ რაღაც ახალ სახელმწიფო, რაღაც ახალ მაკრო სახელმწიფოში, ევრაზიულ სახელმწიფოში, რომლის ლიდერიც იქნება, ხო, დუგინმა ახლა შემოგთავაზა საკუთარი ახალი ვერსია ამისა, მაგრამ ამაზე არის მაგალითად სერგეი შამბას უთქვია, რომ აი არც ვიცით ჩვენ როგორ შეიძლება მოხდეს ეს, მაგრამ რუსეთის გაერთიანება შეიძლება შევიდეთ და იქ საქართველოც იქ იყოსო. ანუ საქართველო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი იქნება რაღაც ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომლის წამყვანი ქვეყანა იქნება რუსეთი, მაგრამ თავად აფხაზეთ ცხინვალის რეგიონში ამ შესახებ რაღაც ზუსტ წარმოდგენები არ აქვს და მეც ეჭვი მაქვს, რომ ჩვენთანაც არ არის ამ შესახებ ცნობილი, იმიტომ რომ რა ვიცი, ამ ხელა კონფლიქტების გადაწყვეტის თუ ფიქრობ, რაღაცა სტრატეგია უნდა ქონდეს სამოქმედო გეგმა. ნუ არის რაღაც სამოქმედო გეგმა, მაგრამ ის სხვა ტიპის სამოქმედო გეგმა და არა იმის, რომლის ამბიციაც არის, რომ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ხო? რაღაც საჭირო მომენტში, რომლის შესახებ ჩვენ არ ვიცით, რომ შეიძლება ეს საჭირო მომენტი დაიყოს. ასე რომ ეჭვები ძალიან ბევრია ამასთან დაკავშირებით და ალბათ უახლოეს პერიოდში და მე მგონი დიდ დრო არ დაგჭირდება ჩვენ ცოტა უფრო მეტი გვეცოდი ამასთან დაკავშირებით თუ ნახოთ. რას ფიქრობენ? დიდი მადლობა მამუკა, ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს რუსეთის პოლიტიკის ასე ვთქვათ ძირითად მიმართულებებზე აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით და საქართველოსთან კონტექსტშიც ძალიან საყურადღებო და ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად.